ტესტი პოლიციისთვის. რეჟისორი გიორგი თავართქილაძე, რომელიც პროევროპული პროტესტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, გვიან ღამით პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მივიდა და ჩაბარდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ის მანამდე რუსთაველის გამზირს დემონსტრაციულად კეტავდა, არ დააპატიმრეს. რეჟისორის განცხადებით, ერთი მხრივ ეს საპროტესტო აქტი იყო რეპრესიების გამო, მეორე მხრივ კი ექსპერიმენტი პოლიციისთვის, რომელიც მოქალაქეებს არა კანონის, არამედ პოლიტიკური დირექტივების მიხედვით აპატიმრებს. ნანო ჩაკვეტაძე აგრძელებს თემაზე საუბარს, რომელიც რეჟისორ გიორგი თავართქილაძეს ესაუბრა და მოგუყვება, აქვს თუ არა გუშინ მომხდარის შემდეგ დაპატიმრების მოლოდინი. Kati, პირველ რიგში დავიწყოთ ბოლო ცნობებით, სამოქალაქო აქტივისტები ავრცელებენ ინფორმაციას კიდევ ერთ დაკავებულთან დაკავშირებით, მათი ინფორმაციით დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი და პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იმედა კლდიაშვილი, სავარაუდოდ მას გზის გადაკეტვას ადავებიან გუშინ რუსთაველის გამზირზე. რაც შეეხება გუშინ რუსთაველის გამზირზე თავის მხრივ განვითარებულ მოვლენებს, რეჟიმის წინააღმდეგ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის 327 დღესაც რუსთაველის გამზირზე გადაკეტილი იყო უკვე საღამოს საათებიდან მოყოლებული მოქალაქეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე განლაგდა ტროტუარზე, ხოლო მათმა ნაწილმა გადაინაცვლა გზის სავალ ნაწილზე და გუშინაც 327 დღესაც სწორედ ასე მოხერხდა დედაქალაქის ცენტრალური გამზირის დაკავება და გადაკეტვა აქციის მონაწილეების მიერ. პოლიცია, როგორც ამას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავდით, უშუალოდ საპროტესტო აქციაზე რუსთაველის გამზირზე არ გამოჩენილა. ფორმიანები გამოჩნდნენ მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა უკვე დაშლა დაიწყეს. ფორმიანები ჩაუსაფრდნენ ერთგვარად აქციის მონაწილეებს სხვადასხვა მეტროს სადგურთან, ხვდებოდნენ მათ სწორედ მეტროს ამოსასვლელებთან თითქოს მათი იდენტიფიცირების მიზნით. გუშინ ორ მოქალაქეს, ორ სამოქალაქო აქტივისტს გამოუწერეს უწყება პოლიციელებმა. ეს არის თიკა პატარაია, სამოქალაქო აქტივისტი და ეს არის ელენე უმეკაშვილი. ორივე გადაადგილდებოდა პირბადის გარეშე და ამის ამსახველი კადრები ფორმულას კამერამ გადაიღო და მას ჩვენ ვაწვდით მაყურებელს. გუშინვე გავრცელდა ეს კადრები ინტერნეტში, სადაც ვხედავთ, რომ არც ერთ სამოქალაქო აქტივისტს, რომლებიც გააჩერეს პოლიციელებმა თითქოს სახის შენიღბვის გამო სინამდვილეში არ ატარებდა პირბადეს. ორივე მათგანი მოლოდინშია, რომ დღეს ან ხვალ დააკავებენ. გუშინ ყოფილოდი აქციაზე ჩემს მეგობარ ელენესთან ერთად. შემდეგ მივიდოდით სახლში, მეტროსთან დაგვხვდა ძალიან ბევრი პოლიციელი. გაგჩხრიკას, მე არ მქონდა პირბადი და ჩემს მეგობარს ჰქონდა, მაინც შეგვიძინეს საქმე. ფიქრობ რომ დავაკავებენ. მე ისე ვფიქრობ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მობილიზება ქონდათ. რა თქმა უნდა, აბსურდი არის ეს ყველაფერი. პირბადის გამო რომც ქონდა, მე არ ვფიქრობ რომ რამე დანაშაული ჩავიჭინე. თუმცა შენს მეგობარსაც რომელსაც ქონდა, მასაც არ ქონდა, ხო სახეზე აფარებული ეს პირბადე? თუ როგორ იყო ის შენიღბული იყო? მასაც არ ეკეთა აქციაზე პირბადე, როლი იყო უნივერსიტეტში და იკეთებს ხოლმე ხანდახან. აქციაზე არც მე და არც ის არ იყო შენიღბული. თითოეულმა ადამიანმა უნდა ვალდებულება დაიღოს და არა მარტო უფლებად რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. დაუმორჩილებლობა, წინააღმდეგობა არის ის ფორმულა, რითაც აუცილებლად გაიმარჯვებს სამოქალაქო საზოგადოება. რა თქმა უნდა, დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. დღეს ყველას ბრძოლა ქუჩაში არის გადმოსული, სხვა ბერკეტი ფიზიკურად აღარ გაგვაჩნია ჩვენ და შესაბამისად ყველამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობაც და ვალდებულებაც, რომ შევიდეს ისეთ წინააღმდეგობაში, რომლითაც რეჟიმს ესე ძალიან ეშინია. გზის გადაკეტვის გამო დაკავების მოლოდინშია რეჟისორი და პროევროპული აქციების ასევე ძალიან აქტიური მონაწილე გიორგი თავართქილაძე. ის სწორედ გზის გადაკეტვისა და პირბადის ტარების გამო დაკავებული მოქალაქეების, მათ შორის მისი თანამშრომლების, ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილის, ვახოსანაია სამოქალაქო აქტივისტი ლევან ჯობავასა და მოკლედ მისი თანამებრძოლების სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად გუშინ თავად მივიდა თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში. პოლიციელებმა რეჟისორი გიორგი თავართქილაძე არ დაიტოვეს და მას უთხრეს, რომ დაუკავშირდებიან, დაურეკავენ იმ შემთხვევაში, თუ კი მის ქმედებაში იპოვნიან დანაშაულის ნიშნებს. გიორგი თავართქილაძე წელის დაკავებას როგორც გითხარით, თუმცა მიუხედავად ამისა, ის დღესაც მივა რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ვიბრძვით, მაგრამ ვიბრძვით თითო-თითოდ, ესე გამოდის და თითო-თითოდ რეჟიმი დაგხვდებს. რატო გავაკეთე ეს მე? და რატომ გონია რომ ეს შეიძლება იყოს ფუნქციური და ამას ექნება აზრი, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ მათ ვინც ვართ წინააღმდეგობაში, მათ ვისაც გვაქვს პროტესტი და მათ ვინც ვართ გაბრაზებულები,
თუ ჩვენ ვიზამთ აი ამას, არ დაველოდებით ლიდერს, არ დაველოდებით რაღაც ერთიან ძახილს და არ ჩავჯდებით რაღაც ჩარჩოში. უბრალოდ ჩვენ, როგორც ჩვენი სულის ამოძახილს, აი ესე განვახორციელებთ ამ მოქმედებას, სოლიდარობის მოქმედებას, მაშინ ჩვენ გავბევრდებით და ვიქნებით სოლიდარობაში ერთიანები და იმ შედეგს მივიღებთ ზუსტად, რაც პროფკავშირებით მიიღო მაგალითად ლეხვალენსამ პოლონეთში. ამიტომ მე მგონია, რომ ეს არის შესაძლებელი, ეს არის იმპულსზე დაფუძნებული, ეს არის ემოციაზე დაფუძნებული, ქართველებს არ გვაკლია ემოცია და იმპულსი, უბრალოდ საჭიროა მივხვდეთ რაშია პრობლემა და რაში შეიძლება იყოს გამოსწორების გზა. ამ წუთებში უფლებადამცველები, სამოქალაქო აქტივისტები და ჩვენ ჟურნალისტები ვცდილობთ დავაზუსტოთ ინფორმაცია ახალ დაკავებულთან დაკავშირებით. გავრცელდა რამდენიმე წუთის წინ ინფორმაცია, რომ დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი და ამ საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იმედა კლდიაშვილი. სავარაუდოდ რუსთაველის გამზირის გუშინ ეხება გუშინდელ საპროტესტო აქციაზე და გზის გადაკეტვა სავარაუდოდ საქმე. ბორის ჩელეყურვა დაიცავს მის უფლებებს. ნახოთ, რომელ იზოლატორში გადაიყვანენ იმედა კლდიაშვილს ჯერჯერობით ჩვენი ინფორმაციით ის არ ჰყავთ შესახლებული არც ერთ იზოლატორში. ამის შემდეგ ალბათ უკვე მას წარუდგენენ დღესვე ბრალს და ნახოთ, როდის ჩაინიშნება თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი დაკავებული სასამართლო პროცესი.